გამარჯობა, მოგესალმებით. მე ჰუბერტი მქვია, ის გუნდი. გეპატიჟებით. ნახოთ კიდევ ერთი ვიდეო მასალა სერიის სატყუარების შესახებ. ვიწყებთ. დღევანდელი ეპიზოდის გმირი იქნება სატყუარა, რომელმაც დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია როგორც ტიპის კალმახის ტბებზე, ასევე ყველაზე მეტად ველურ ნაკადულებზე. ეს არის როგორც ალბათ იცით, ჩვენს ასორტიმენტში უკვე არსებობს ჩვეულებრივი, რომელიც შესანიშნავად ბაძავს მსხლთვიმის ჭიას. ეს არის დიდი ჭია, რომელიც ნამდვილად ყველაზე ფრთხილ კალმახებსაც კი აცდუნებს გბენაზე. აქ გვაქვს, რომელიც ჩვეულებრივზე უფრო ცვლილი ვერსია, მაგრამ დამატებით აქ კიდევ რამდენიმე გაუმჯობესება შევიტანეთ. ამ ყველაფერს სწორედ ამ ვიდეოში გაიგებთ. დასაწყისში ვილაპარაკოთ იმაზე, რაც ამ სატყუარებს აერთიანებს. ისინი მოთავსებულია ქილებში, რომლებიც თქვენთვის უკვე კარგად არის ცნობილი. ჩვენთან თქვენ 12-მდე ამის მსგავს სატყუარას იპოვით. ის სიგრძე არის 45 მმ. ის შექმნილია სპეციალურად სპორტული კალმახის თევზაობისთვის, მაგრამ უპირველესად შესანიშნავად მუშაობს ჩვეულებრივ თევზაობის დროსაც, რათა ეფექტურად დაიჭიროთ კალმახი. ეს სატყუარები დამზადებულია მცურავი მასალისგან. ამის წყალობით შეგვიძლია გამოვიყენოთ სხვადასხვა ტიპის აღჭურვილობა: ჩებურაშკა, ტყვიის თავი, ვოლფრამის თავი, გვერდითი ტროსი ან ყველაფერი თქვენს სურვილზეა დამოკიდებული. ყველაზე ხშირად ამ სატყუარაზე ვთევზაობთ ჩვეულებრივი აღჭურვილობით. ვოლფრამის თავი პლუს უკბილო კაუჩი, რადგან ასე მოითხოვს ის წყლები, სადაც ვთევზაობთ. ეს ყველაფერი იყო. მალე ნახავთ, როგორ ვამადრებ ყველაზე ხშირად ამ სატყუარას. მაგრამ ახლა გადავიდეთ იმაზე, თუ როგორ გამოიყურება საერთოდ. აქ გვაქვს და პირველი შეხედვით დიდი განსხვავებები არ ჩანს, მაგრამ შუა ნაწილში უფრო გამხდარია. ასევე მთელ ტანზე უფრო გამოკვეთილი ზოლები აქვს და ეს იწვევს იმას, რომ იგივე წონით უფრო სწრაფად ჩადის ფსკერზე. დამატებით, ის 1 სანტიმეტრით უფრო მოკლეა. ესეც თავის როლს თამაშობს, რადგან დაიმახსოვრეთ, აქ გვაქვს ამომტივტივებელი მასალა. ის შემთხვევაში ვიყენებ ასეთ ვოლფრამის თავებს კაუჩებზე, ყველაზე ხშირად ბუზის კაუჩებზე. უსპიკიანი, ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. და შედარებით ძალიან ვიწრო მუხლის რკალით. ეს კაუჩი არ არის ფართო, რის გამოც სატყუარა არა მხოლოდ უკეთესად გამოიყურება, არამედ თევზებიც უფრო მარტივად ეწებებიან მას. ასეთ სატყუარას ვახვრათ იმ მხრიდან, სადაც აქ უფრო დიდი რგოლია აღნიშნული, რაც გვანიშნებს, რომ სწორედ ამ ადგილას ღირს კაუჩის გატარება. და უკვე ფაქტობრივად გვაქვს სატყუარა მზად თევზაობისთვის. იმ მომენტში, როცა დავინახავთ, რომ რაღაცის შეცვლა გვინდა, უპრობლემოდ ავიღებ ახლა ოდნავ გრძელ კაუჩს. უპრობლემოდ შემიძლია ასეთი სატყუარა მეორედაც გავამზადო. ის მასალა ძალიან გამძლეა, მექანიკური დაზიანებების მიმართ მდგრადია. ამის წყალობით არა მხოლოდ შეგვიძლია ასეთი სატყუარა, როგორც გვინდა, ისე გადავამზადოთ, არამედ შეგვიძლია რამდენიმე თევზიც დავიჭიროთ მხოლოდ ერთივე რეზინით. მალე ვნახავთ, როგორ გამოიყურება ეს წყალში, მაგრამ ამ შემთხვევაში შეგვიძლია გამოვიყენოთ მსგავსი ხრიკი, რომელიც ალბათ ჩვეულებრივის ვიდეოებშიც გინახავთ. ანუ შეგვიძლია ვთევზაოთ ასეთ ნახევარნაჭერზე, თუმცა მე ჩვეულებრივ ასე ვიქცევი, რომ უფრო მოკლე კაუჩს ვიყენებ. დაუბრუნდეთ იმ პირველთან. ვიღებ მოკლე კაუჩს და ვარჯობ იმ მხრიდან, რომელიც გაყოფილი იყო, ანუ სარგებლობ კლუბის ნაწილით. რატომ? ის ლამაზად არის შევიწროებული იმ ადგილას, სადაც თავია და მეორე მიზეზი ისაა, რომ ეს კუდი სწორედ მაშინ ასრულებს თავის საქმეს.
ის შემთხვევაში შეგვიძლია გამოვიყენოთ მსგავსი ხრიკი, როგორც ჩვეულებრივის შემთხვევაში, ანუ გადავთვალოთ ეს სადგურა, რათა ასევე ვთევზაოთ ოკუნებზე. სრულიად უპრობლემოდ შეგვიძლია დავაყენოთ აქ ვოლფრამის, ტყვის ან ჩებურაშკას თავი. ის შეიძლება იყოს 5 ან 6 გრამისაც კი. არანაირი სერიოზული პრობლემა არ არის და შეგვიძლია ძლიერად დავარტყათ ფსკერზე, რათა ეფექტურად დავიჭიროთ ოკუნები ან სხვა თევზები. ახლა კი ვნახოთ, როგორ იქცევა ეს სადგურა წყალში. ხოდა ამ ადგილიდან მინდა მადლობა გადაგიხადოთ ამ მასალის ყურებისთვის. მოგიწევთ ზეც, რომელსაც ასევე თქვენთვის ვმართავ და არ დაგავიწყდეთ გამოიწეროთ ეს არხიზე. შეხვედრამდე შემდეგ ვიდეოში.